აი ესეთი უნდა იყოს და всё გადავწყვეტე და დავდეს მაგ. ანუ იმისთვის რომ შენ ავტომატზე მიხვიდე და ამას უკვე უპრობლემოდ აკეთებდე და დაინახავ კი ეს ჩემს ეს იდება ხო? ამისთვის არის ამას უნდა მიაღწიო, ამას მიღწევა უნდა და ამისკენ მიმავალი გზა არის ფუნქციონალური უტილიტარიზმი. ანუ როგორც სული შენ არაფერს არ თხოვს, მაგრამ ოღონდ შენ რეალისტი, ოღონდ შენ გაბედე, გადაწყვეტე და რეალისტი. არა აქვს მნიშვნელობა ყველა ვერ იქნება ერთი და იგივე ტიპის და ერთი და იგივე საქმეს ვერ გააკეთებს ყველა. ვიმეორებ ხოლმე ამას, ზოგი აკეთებს ღილს, რა, ღილს, ესეთ პატარა ღილებს, მაგრამ ნუ ვიღაც დემნა გვასალი აყიდულობს მისგან და მილიონერია რა. მაგარ ღილს აკეთებს ძალიან, მაგრამ აი ეს მაგარი ღილი რო გაეკეთებინა, მანამდე მილიონი ღილი გააკეთა სხვადასხვანაირი. ბრენდების ისტორიას რო შეისწავლო და ამონიტორინგო და გადახედო, აი ვიდრე რაღაც შეიქმნა, ვიდრე რაღაც გაისრო და ისეთი შრომის, ისეთი ასე ვთქვათ, იმდენი რაღაცა გადაყარეს მანამდე ესეთ დახატა, დაკუჭა, ჩააგდო, დახატა, დაკუჭა, ჩააგდო. ფუნქციონალური უტილიტარობა არის სულის ის დამახასიათებელი თვისება, რომელიც მას განასხვავებს ჩვენში არსებული ყველა სხვა დანარჩენისგან. ყველაფერი სხვა დანარჩენი მოითხოვს დაკმაყოფილებას, გარდა სულის. სული ბოლომდე ჩვენთან არის. თუნდაც შენ ჯვარი წერია ყველას და ყველაფერს და შორს იყოს რაკედან ადამიანი ავადდება და სანამ ცოცხალია, სული მაინც ტრანსლირებს იმ ინფორმაციას, თვალს გაახსნას, მაინც იწყებს ის აი ამ ინფორმაციის გამოცემას. ამას ვერაფერი, ვიდრე ფიზიკური სხეული არ მოკვდება, თვითონ აი ვიდრე არ გაჩერდება გული და წვენი, სული არ ტოვებს. მას არ აქვს ის ფუნქცია, რომ მე მეწყინა და წავედი. რაღაც ესეთი არ აქვს, ხო? ანუ შენ თუ კი ვერ ქმნი დღეს, შენ იმდენჯერ უნდა შექმნა, შენი თავის წინაშე ხარ. შენ თუ მიყვები სულს, ხო? მაშინ ვრთავ უტილიტარობას. ანუ ფუნქცია არის ის თვისება შენი ხედვის, შენი ადამიანობის, რომელსაც შენ მიყავ ხარ რეალიზაციამდე.